სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა ახალი თაობის პოლიტიკოსებს და ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს ამზადებს. ლექციებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ქართველებიც კითხულობენ, ჩვენ კი სასწავლებლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრიც ხატია დეკანოიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში კიევიდან. ხატია, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ქალბატონ ხატია, თქვენი თანაგუნდელები, რომლებიც გადაცემაში ჩაგვერთვებიან, სახელმწიფო მოხელეები არიან უკვე. თქვენ სამოქალაქო სექტორის მიმართულებით მუშაობთ. რატომ გააკეთეს ასეთი მიმართულების არჩევანი? თქვენ არ გქონდათ შემოთავაზება თანამდებობაზე? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მაგრამ სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ თემაზე, მინდა მიუსამძიმროთ ჩვენი ქართველი თანამებრძოლის ოჯახს, რომელიც დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩვენ საერთო მტერთან ბრძოლაში და ნამდვილად მე გამბედაობას, გამძლეობას ვუსურვებ ჩვენს თანამებრძოლებს, უკრაინელებს, რომლებიც ჩვენ საერთო მტერთან იბრძვიან. რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას უკრაინაში, დიახ, მე ჩემს პარტნიორებთან, უკრაინელ მეგობრებთან ერთად რამოდენიმე თვის წინ დავაარსე სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა, რომელიც მოამზადებს მომავალი თაობის უკრაინელებს. ამ სკოლის გარშემო ნამდვილად რო ვთქვათ, ესე რბილად რო ვთქვათ, დიდი აჟიოტაჟი ატყდა, ყველას ძალიან აინტერესებს, ვინაიდან ლექტორები იქნებიან, დიახ, მოგახსენებთ, ვინაიდან ლექტორები იქნებიან, სწორედ ის ქართველი რეფორმატორები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საქართველოში და რომლებიც დღეს უკრაინაში აქ ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. ჩვენს ვებგვერდზე დაახლოებით არეგისტრირებულია უკვე 300-მდე ადამიანი, ზუსტად ეს ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს მათთან გასაუბრებები და დაახლოებით 40-მდე საუკეთესო სტუდენტ შევარჩევთ სწორედ 9 თებერვლისთვის. 9 თებერვალს დაიწყება სწავლა ჩვენს აუდიტორიაში. პირველი ლექციები ეს ექნება საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე რეგიონის პოლიტიკური პროცესების მიმოხილვა. მას წაუძღვება სერგი კაპანაძე, რომელიც ნამდვილად ცნობილია თქვენი აუდიტორიისთვისაც, ასევე ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს სერგი უკრაინაში. ასევე ჩვენი ლექტორები იქნებიან ქალბატონი ეკატერინე ტყეშელაშვილი, რომელიც გაესაუბრება ჩვენს მომავალ სტუდენტებს სახელმწიფოებრივ პროცესებზე, ზოგადად სახელმწიფოზე, როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესები. ასევე იქნებიან უსაფრთხოების მიმართულებით ბათუ ქუთელია ჩვენი ლექტორი და ასევე გვყავს ჩვენ ძალიან ბევრი უცხოელი და თვითონ ადგილობრივი უკრაინელი ლექტორები. და მინდა გითხრათ, რომ რატომ სარგებლობს ეს სკოლა პოპულარობით? ეს ძალიან საინტერესოა, ქალბატონ ხატია, რატომ არის ასეთი დიდი მოთხოვნა? მსგავსი სკოლა საერთოდ იყო უკრაინაში? იცით, არ ყოფილა ჯერჯერობით, რასაკვირველია, უკრაინის უმაღლესი განათლება საკმაოდ განვითარებულია, ძალიან კარგი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები აქვს თვითონ უკრაინას, მაგრამ ასეთი მოკლევადიანი კურსები, რომელიც რეალურად მიმართული იქნება, რომ ახალ მომავალ თაობებს ნამდვილად ესე ნათელ ტვინებს ასწავლოს და მიუდგეს სხვა მიმართულებით მოკლევადიანი კურსები, სადაც ისინი გაიგებენ, როგორ კეთდებოდა ეს საქართველოში, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო, ვინაიდან უკრაინას და საქართველოს მოგეხსენებათ საერთო გეოპოლიტიკური სივრცე აქვს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მომავალი ეს არის ევროპა და ორივე სახელმწიფოს საერთო მტერი ყავს რუსეთის სახით და სწორედ ეს პოლიტიკური პროცესები და ჩვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან აინტერესებს უკრაინის აუდიტორიას. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ეხლა უკვე ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, იქნებიან ჩვენი მსმენელები. მე 6 თებერვალს მაქვს პრეზენტაცია უკრაინის რადაში, სადაც მე ვთხოვ დეპუტატებს, ისინი ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ჩაერთონ ჩვენს ლექციებში და ჩაერთონ ჩვენს პროცესში, უბრალოდ სკოლის განვითარებაში. გარდა ამისა, სკოლაში იქნება ასევე ლექტორების მთელი სერია. გარდა იმისა, რომ იქნებიან, თქვათ, ლექტორები 1 კვირა, 2 კვირა, რომლებიც უშუალოდ მსმენელებთან ყოველდღე წაიკითხავენ ლექციებს, იქნებიან ასეთი guest speakers, როგორც ასე უწოდებენ მათ, სტუმარი ლექტორები, რომლებიც წაიკითხავენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საინტერესოა. ეს იდეა თავად თქვენ გეკუთვნოდა თქვენს გუნდს თუ თავად უკრაინის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ასეთი სკოლა ჩამოეყალიბებინათ? არა, ეს იდეა გამიჩნდა მე ჩემს უკრაინელ მეგობრებთან ერთად, ვინაიდან უკრაინა ნამდვილად ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი და მე ძალიან მიყვარს უკრაინა და ხალხი, ჩემი უკრაინელი მეგობრები და ის ადამიანები, უბრალო ადამიანები,
რომელსაც ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევები აქვს დღეს. თვითონ ქვეყანა არის უდიდესი გამოწვევების წინაშე. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ყველანაირად მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობას. ჩვენი ძალიან ბევრი თანამებრძოლი იბრძვის იქ ქართველი და მე ნამდვილად ვამაყობ სწორედ იმ ადამიანებით, უკრაინელებით და ქართველებით, რომლებიც არიან აღმოსავლეთ უკრაინაში და ჩართული არიან ანტიტერორისტულ ოპერაციაში. გამოწვევები ჩვენ და უკრაინას, საქართველოს და უკრაინას გვაქვს ერთნაირი. ჩვენ გვყავს საერთო მტერი, ჩვენ უნდა დავამარცხოს ჩვენი საერთო მტერი, თუ გვინდა რომ ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის იყოს აბსოლუტურად გაწმენდილი. მიუხედავად იმისა, შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორი სიმპათიით და როგორი მონდომებით არიან უკრაინელები განწყობილი თქვენი სკოლის და ზოგადად იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან ამ ქვეყანას, მაინც, როდესაც ამდენი ქართველი ინიშნება თანამდებობაზე, როდესაც ასე აქტიურად არიან ჩართულები ქართველები ამ პროცესში, გარკვეულ ნაწილში მოსახლეობის ხომ არ ჩნდება პროტესტი თქვენს მიმართ? უამრავი ადამიანი იდგა მაიდანზე და ახლა ხელისუფლებაში უკრაინელების ნაცვლად ბევრ მნიშვნელოვან პოსტზე მოვიდნენ უცხოელები, ამ შემთხვევაში ქართველები. გარკვეული პროტესტი მაინც ხო არ ჩნდება ამის მიმართ? მე დარწმუნებული ვარ ხა დღევანდელ მთავრობას ნამდვილად უნდა რომ ეს პროტესტი თუნდაც რიგითი რომელიმე უკრაინელის მხრიდან გამოიხატოს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ მე მაქვს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა, მე მაქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობა ყოველდღიურად და არავითარი პროტესტი ამ კუთხით არ არის. პირიქით, ყველა მათგანი და თვითონ უკრაინის მთავრობა, რომელმაც მოიწვია ეს ადამიანები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმატორები რეგიონში, უკრაინის მთავრობა დარწმუნებულია იმაში, რომ რეალურად ამ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ სერიოზული წინსვლაში დაეხმარონ ქვეყანას. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ინტერესები არის საერთო და ისინი, ვინც ამბობენ, რომ ჩვენი ინტერესები თუნდაც სხვადასხვა მხარედ დგას, ორივე ქვეყნის მტერია. ვიმეორებ, ეს ადამიანები არიან ორივე ქვეყნის მტერი. ამიტომ რეალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქართველებმაც და უკრაინელებმაც, რომ ორივე ქვეყნის ბედი გადაიკვეთოს სწორედ ევროპის მიმართულებით და არა სხვა მიმართულებით. დიდი მადლობა ქალბატონო ხატია.